20-26 წელი მოვიდა. ანუ 20-26 მოვიდა და არ უნდა შევიგინო ახალი გადაცემა ახალი ბატონ მაჩიკომ ჩემმა ფლობელმა მითხრა რომ არ შეიგინო დღესო. პროჩი ხო არის ეს. პროჩი გაყალხენ რაღაცებს ვაკეთებინებს. ხოდა მივიდოდით დასავლეთში ახალი უმბაუს პარტია ჩამოვიდა მე და აჩიკო გაზავთ და გზაში მივხვდით ბიჭო აბა რას რომ არც ერთი ბენზინის კომპანია არ არის ჩვენთან სპონსორი თო ჩემი ფორდით მივდივართ გიჟვით სტრელკა მოდის ჩადის წვავს რა სოკართან გავჩერდით და სოკართან ეხა ვეიმარტი იყო იქ შევედით ვეიმარტში რა ბიჭო შაურმა ტრიალებს ეხლა გამიკვირდა ბენზინ გასამართ სადგურზე ჰოტდოგები გამიგია მაგრამ შაურმა ისეთ თემა არის რა აი რა აი შაურმას კი ჩაოლებრივი შაურმა ჰქონდა არაო გერმანიიდან ჩამოტანილი ხორცია მე გერმანიიდან ხორცი წამოვიდგინე ესე ჩემოდანში რო გაქვს ხორცები ყველა წესის დაწვ მე ქათმის ხორცის გერმანული ცოტა ელდამეცა იმიტომ რომ ქათამი რო არ გივარგა ქვეყანაში და გერმანიიდან რო გიწევს ქათმების მეტი რა ყავს ბიჭო ქვეყანაში ამიტომ დღეს ჩვენ განვიხილავთ გერმანიიდან ჩამოტანილ შაურმას აბიდორი ჭოპორტისა არის არ ნერვიულოთ მარტო აქ არის აღმაშენებლის 97-ია მარტო სადაც გავჩერდით სხვაგან არ არის და ჰოტდოგები და კონკურენტებსაც შეიძლება ჰონდეს ჰოტდოგები გაიგე ყოველ დღე ჭამ ამათ ჰოტდოგებს ანუ ეხა აღარ გინდა ნახე შეჩემა იმენა ცხელი მოვიტანე ძმაო ანუ ვინ კურიერი დამიდგება ბიჭო ორი ყოფილა შაურმა ქათმის ლორის ქათ აი ჰა? 14 რა. გერმანიიდან ჩამოტანილია მეთქი შეჭმა. დავიწყოთ. ცხელი არის. ზიგმუნდ ტექნოლოგი. ჩვეულებრივი შაურმის გემო არა აქვს. ანუ აი ბაბასილი შაურმა რო გაგდებს ეგეთი არ არის. სხვა ვაიბი აქვს ვაფშე. ცოტა ფრეში მოა, ხო? როგორ უნდა გავასწავლო ქართული ქათამი და გერმანული ქათამი ერთმანეთს განხორციელებს? მე დავით. დღეს როგორი მეცენატური ვარ და აისბერგი აქვს მე მგონი. კარჩი აისბერგი რახან ძვირიღის არავინ არ უშვება საუბარში და მე მგონია რომ ხსნარი ეგ სალთის ფუცელი ილოჭება აი რაღაცნაირად და აისბერგი ინარჩუნებს ხრაშჩახურში რო გაუდის. მაგრამ ძვირიღის გაიგე? მაგას ურჩევნეთ ის მოწყვიდო დაფრის ფოთოლი და ჩაარო. აი ეს კაია. გაჩერება დღის. ენდომ თერები მოვიდა ისევ 2026 წელს ერთი მიზანი რომ დაუსახო შეხტავს რა იქნებოდა გახდომა. ტანწერ წეტა რო გავხდე და კალას რო გაუკეთო აი სიცილი ყურებში. მე გეუბნები, მე გავხდები ათლეტი. სხვა სიტყვა, აი, რო შევმხედავენ, ჯერ მახარაკი არ გახსნება, ჯერ გახსნებათ ათლეტი და ეხა 95. მიზანი? 75, არა 80. 80 იდეალურია. დაიმახსოვრე. კარგად დაიმახსოვრე, აშკარა დიდხანს გემახსოვრება. და ჩვენი სტაბილურობა. ჩვენი სტაბილურობის სპონსორია ბეტსონ სპორტი. ჩვენ გონებაში რომ იბადება სტაბილურობა, ეს ჩვენი დამსახურება არ არის. ეს მოდის ბეტსონ სპორტიდან, ჩვენ თავში გენერირდება და ჩვენ გონებია სტაბილურობა. თუმცა არა, ეს მოდის ბეტსონ სტოპრიდან. ოცე შტოპები ხო არა დავით გასაყიდე. ახალი ამბავი დაგვემატა, ბეტსონ სპორტის აპლიკაცია გამოვიდა. იმენა სპორტის ამბები ვისაც გაინტერესებთ, ჩემი ძმაკაცი კალოწოზე უკეთებს რეკლამას, ძალიან მაგარ რეკლამაში და მეორე თხა. ნებისმიერი სპორტული ინფორმაცია შეგიძლიათ ისე დაალაგოთ ინტერფეისი, რომ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მოგიყვაროთ, რა გაინტერესებთ, ასე შემდეგ. ნებისმიერი სპორტული თემატიკის ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ აპლიკაციაში რა. ვისაც სპორტი გიყვართ, მაშინ ეს აპლიკაცია არის თქვენთვის. 2026 წლის სამი მთავარი პროგნოზი რომ დადო, რა მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი წლის განმავლობაშიო. რა მოხდებაო? კარჩე, სუბიძახი და ეხაც ერთ-ერთი სრული იქნება, რომ ვლადიმერ პუტინი
არა, ვლადიმერ პუტინი გარდაიცვლება, თუმცა ალბათ 10 წელი ამას არ გვეტყვიან. აი რატომღაც გონია რომ 2026 წელს რაღაცა მოხდება ისეთი რომ ხალხი ვისწავლით ერთმანეთის სიყვარულს მიუხედავად სხვადასხვა აზრისა რა. მაგალითად მე და კალა როგორც, აი არ მეთახვა, აი მე და შენ ხო, აი რაღაცაში სულ ჩხუბია, სულ დავიდარება, მაგრამ რამე რომ მოხდეს, იცი რომ ის ადამიანი გიყვარს რა, ანუ ყველაფერი უკანა პლანზე იწევს და დგება ადამიანო. აი ეგ რომ მოხდეს უცხო ადამიანებს რომ ვა მეგობარო არა უშავს ძმაო. ერთხელ ხომ მაგრამ ამ დროს აბრაში ჭირდება დახმარება. აი ძალიან მაგარი იქნება. 2 მიწისძვრა იქნება. ხედავ და რა გავაკეთო, არა თქვა. ხალხი არ გავაფრთხილო. 830 მეტრზე ვარ გიორგი წმინდაში რო იცოდე. შენ გაზომე რამდენ მეტრზე ხარ? აუ არა, აი მიწისძვრა იქნება. ხედავ მიწისძვრას აზიისკენ. ოღონ ძალიან დიდი მიწისძვრას ხედავ რა. კავკასიონი მეფარება, მაგრამ აი ცოტას თუ ზევით ამწევთ უფრო კარგად დავინახავ. კრეატორის ფინალისტებზე რა სიტყვი ღირსეული ადამიანები დარჩენო არა. არანაირად ღირსეული ადამიანები არ დარჩნენ. ღირსეულები რო იყვნენ. 8 კაცს გაუშვებდნენ ეგრე. ესენი არიან ყოვლად უღირსები. იმიტომ საწყალი ხალხი ცრემლებით და ტირილით გავაცილეთ. აბა ეხლა შენ ნორმალური ყამ ხალხს არ იტყვი რომ დარჩი შენა მეწავა. მე ეგრე ვარ. თუმცა წარმატებები ვერ იყოს ველისაპეტის გოგონას და იმას გაგიჟებულ ექიმს. როგორა? ველურ ექიმს, ველურ მედდას, ექიმს. ველურ ექიმს წარმატებები ორივე საინტერესო ადამიანი დარჩა. და საინტერესო იქნება ფინალი ამ ყველაფრისა, რადგან კიდევ ერთ იუთუბერს ვაჩუქებთ ქვეყანას. ისე ხო აკლია და პლუს ერთ იუთუბერს, მაგრამ გამოცდილი იუთუბერს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ცოდნა დააგროვეს ბიჭებმა და გოგოებმა რა. თან მე ვასება, ქალი versus მამაკაცი, მაგრამ მე ვასება ეგეთი ფინალი. შტოლს რო არ უდებს ბიჭო, თან ეს ერთგვარი სიტყვა იმისი რომ ქალი ზუსტად იგივე საპირწონე შეუძლია გააკეთოს კაცთან მიმართებაში. თუნდი YouTube იქნება, თუნ სხვა რაღაცა. რაბან 100 კილოგრამზე ავიდა მიულოსოთო აქედან და ბევრი სპონსორები უსწრებთო. რაბან გილოცავ 100 კილოგრამს ახალ წელზე მეც ვაპირებდი რომ არ მომწავლულიყავი 100 კილოგრამზე ასვას. ღმერთს აი 100 კილო გატაროს და რავი რა. რაბანა ერთ-ერთი ადამიანია, ვინც არ იმსახურებს. მოიცა ეს სხვა ტექსტია. რაბან ერთ-ერთი ადამიანია, ვინც იმსახურებს, ხო, ეგა სტანდარტული ტექსტი. რაბან გილოცავს, მო, დარჩი, მალე 100 კამომელოსოს. ეგ არ არის ვაფშე, ეს იმენა გაუტიე რა. ნებისმიერი რაღაციდან შეგიძლიათ გამოიძახოთ. და უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს, ღორის შაურმა გამოიძახეთ და გავს თუ არა ქართულ შაურმას. აბა, აი ეს არის იმენა ბურვაკი. ეს არის გერმანული იმენა ბურვაკი. აი, დოიჩე შვაინე რა. ვაფშე რა შაურმის გემო. სუნელები, შმუნელები, გერმანული ღორი. თან იცი რომ ხარისხიან შეჭამ რა და ეს ბრაზილიური ღორის ხორცი არ არის რა. ეგ მაგრა ასწორებს. აჩიკო ქათამს აქებს. მე ზოგადად ქათამი ბევრად მირჩევნია ღორს. ჟიზნე რო ავიღოთ და შაურმაში მირჩევნია მე ქათამი. რომ ქათმის ხორცი უფრო კარგად იკრავს გემოებს რა. ანუ აჩიკო მეუბნება რომ ნუტრიციოლოგი შემხვდაო, ტიკტოკზე შეჭმა ყველა შარლატანი არის. ნუტრიციოლოგი შემხვდაო რომ ნატურალურ წვენში უფრო მეტი შაქარი ვიდრე ყველაშია. ამაში ვაფშე არ არის შაქარი ზეროში. ეტარას. მაგრამ პორტოხალი რო ჭამო, ბოჭკოები თუ აი ბოჭკო რაც არის და ზოლი რო ეგ ბოჭკო რო ჭამ, ჩვეულებრივ მუშავდება გაეროს ორგანიზმში და იმდენი შაქარი არ გამოდის. მაგრამ როგორც კი პორტოხალს დაწურავ და ამ ბოჭკოს გამოაცვლი. აი ჩათვალე რომ მარტო შაქარი ამოიღო წვენიდან, პორტოხლიდან და ეგ რო დაყარო. ო, ბოჭკო გამოცვლი. არა. სოდნე რაც უნდა ნებისმიერ ხალხმა ციცისმა. პორტოხალი ჯობია ჭამო, ვიდრე გამოწურო წვენი და დალიო. კუდარია ყველა უჯრედი. აბსოლუტურად ყველა ბოჭკოა გამოცლილი. შაქრის ნაკლებობა თუ გინდა გქონდეს ორგანიზმში, ნატურალურ წვენი არ უნდა დალიო, უნდა დალიო კოკოლა ზერო, ნაბეღლავი დალიე, ბორჯომი დალიე, სოკარის ბენზინი დალიე, ბიჭო. აი ხან თოს გამახსენდა. ძალიან ახტოთე ტონასაწოვი თვეში მაგრა გამისწორდებოდა რა. პისტოლეტი რო არ დაკიდო შევა მე თვითონ ტანში შევიცვალე ყველაფერი. სპეციალურად ოპერაცია გავიკეთე რომ იმიტომ ჩემი ცხორი სოკარის ბენზინის პისტოლეტს დამსგავსებოდა. გინჩაგის ხა? აჩიკო მაგარი ჰოტდოგები მოვიტანე. ბავარი და ამ ჰოტდოგისა რა გამისწორდა, იცი? როგორც იქნა ცხოვრებაში ვიღაცა მიხვდა რომ მანქანაში ჭამა აი ეს არ შეიძლება. აი ეს არ შეიძლება.
გასთხარე პულში. აპიროსე, ხავდაგი. რამდენს ვიხოცებოდი ისეო? ვიღაცამ ადრე იყო ხოლმე კარფურში ქონდა ხოლმე. აიღეთ პური მგვალი და ჩადეთ იქა რომ თუ დამექცა ზევიდან ვაკონტროლო ერთი მხარე ეს აჩიკომ წავიდა ბაკუნიაში მიდო რომ მაგარი მანქანა მყავს ეს გუდაურში არ მნიშვნელობა აქვს და სურათს მიგდებს კაი ინფორმაცია მაქვს გაგიხარდებაო რა მეთქე ჩამიგდო დამტროლი სურათი ოღონდ ხა იძახს რომ მე რაფიშოშეო და მე რა თქმა უნდა ვეთანხმები აჩიკოს იჯდა აი კაცი საჭესთან ზიხარ სკამზე ზიხარ ული გიჭირავს ხელში მანქანა რო იმტრევა შენი პასუხისგებლობა რატოა ჟესტია მაგის დედამტყ საიცავ ავიდა აჩიკო უნდა ავიდე ვაქაო დაცურდა იმიტომ რომ ცოდნე მძღოლი არის თოლში იცის როგორ უნდა მოიქცეს ყინული იყო ყინულში იცის როგორ უნდა მოიქცეს ჩაადგა გასცა ეთყობა ეს მოეჭიდა კარგად ეს საბურავები ყინულს და რომ გავარდა აჩიკოს ეკონა რომ გარბოდა და ყველაფერი უკან მოდიოდა ესე და კი მიხვდა ერთი მომენტი რომ ეს ხალხი რატო გარბისო წინოდა მე რომ დაეჯახა მიხვდა რომ აჩიკომ სადაზღვროს ფოტო არ ჩაუგდეო სადაზღვროს არ ჩაუგდე ფოტო რომ აქამდეო რომ ჩამირიცხეს იმის ფულიო ბევრი რო იყო დაზიანებაო მომერიდაო ფრანგულზე დავდიოდი ბავშვობაშიო პოდკასტში ახსენე და მართალია ხალხს შეახსენება ფრანგულად ვიდეოს და ლაიქებო. Je vous like Paris, Eiffel Coche, salut, je vous par ça box. დავდიოდი მეთქი შეჭა მე გადამიყვანს ინგლისური. არაფერი რამაგრა ვიცოდი იცი რა რა დამავიწყა. აი ეგრე ენას რო არ იყენებ ეგრე არა. ეგ ქართულსაც რო არ გამოიყენებ და გავიწყდება. მიწაზე სიუჟეტი აქ ჩავსვათ თან ერთო სიტყვით მოყვეთ მანამდეო მოკლედ თუ დარჩა მიწისგან რამე რავი იყიდება მიწის წარტობი 10000 კვადრატულიდან დარჩენილია 5000 1000 კვადრატულად მაქსიმუმ 2000 კვადრატული შეგიძლიათ შეიძლება იმიტომ რომ სამეზობლოში დიდი მიწის ფართობიანი არავინ არ ამჭირდება დარჩა 5000 კვადრატი კვადრატული $8 ანუ $8000 უნდა ერთ ფლიგელ ესე დავარქვათ გზა ჩადის გავანაწილეთ აქეთ-იქით 1000 კვადრატული ძალიან სამეზობლო იქნება აი 1000 ანუ მახინჯ მუხურ არ იქნება აი საკაიფოთ 5 მეტრიანი გზა ჩადის შუაში მანქანები რო გავაჩეროთ და ასე შემდეგ ეს არის ღულელებს რო გაცხდები საბადურის ტყესთან არის მოკლედ უნდა გაცდე ოღონდ იქ არის სხვა ტყე, რომლის წინაც არის ეს მიწის ნაკვეთი. იქ 60-ს ვაწყობთ რაღაცა მოკლედ. ზაფხულისკენ გვინდა რომ უკვე დავიწყოთ მშენებლობები და რაღაცეები. მშენებლობები რა, კოტეჯები გვინდა რომ ჩავდგათ. ამიტომ აი ნახავთ აქ მოკლედ და მეგობრებო, აი ამ წამს ვიპოვე ხე. ამით ალბათ თქვენ ვერ მიგიზიდავთ, მაგრამ ჩვენ რასაც ვიძახდით. მიწა ღულელებთან $8. პირველი 10 მიწა 1000 კვადრატულებად არის დაყოფილი. თქვენ ხან ნახავთ კადრში ამას ყველაფერს. 1000 კვადრატულად არის დაყოფილი. 10 მიწა იყიდება. ეს არის ხედი. სიმშვიდე, სიწყნარე, ერთადერთი ხმაურიანი მეზობელი არის. მახარა აიქ ვარ მე აჩიკო არის ჩემ გვერდზე წინ იყიდება აიქ ჩადის ესე 1000 კვადრატული აქეთ 1000 კვადრატული აქეთ ჩუაში გადის 5 მეტრიანი გზა რომელიც მე პატრონემ უკვე გააკეთა ასფალტი არ არის მაგრამ იდეაში გაყოფილი ისეა რომ 1000 და შუაში 5 მეტრიანი გზა ანუ ჩემი მეზობელი და მე რო გავაჩერებთ მანქანას ჩხუბი არ მოგვივა ამაზე ეს უკვე კარგია თბილისიდან არის 40 წუთის სავალი თქვენ თუ მოდიხართ ველოსიპედით უფრო მეტია მაგრამ მანქანით არის 40 წუთი ღულელებს რო გამოცდებით არის აქ ეს არის ხედი სიწყნარე სიმშვიდე სანამ $8 რა გიორგი მაკლენ მე გადამიღე ბიჭო მე გადამიღე სანამ $8 და აქ ხა გაჩვენებთ ფლეშის ძალით ტყე სად რამდენ ხანშია რა ეს არის ტყე, ჰამაკი უკვე გავაკეთეთ ბიჭებმა. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ. ზაფხულში სიგრილე, ტემპერატურა იდეალურია, ზამთარშიც იდეალურია. თონევისაც გექნებათ ფიჭხი გვაქვს. აქ არის ტერიტორია, ამას ნაკრძალად გამოვაცხადებ და ერქვა საეჭოს ნაკრძალი. და აქ იქნება აქ ტყეებს გავუშვებთ. კალატოზებს გავუშვებთ, ცოტეს გავუშვებთ და ცხოველების გვეყოლება. აქ არის ტელეფონის ნორმერი.
და ხა მთავარი რაც მინდა გადავინაცვლოთ ტერიტორიაზე. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ მე უკვე მე დავიწყებ ხის სახლი უნდა ავაშენო აქ კალას კი დავცემდი მაგრამ ეს იქნება ჩემი საერთო საცხოვრებელი კი არა საზაფხულო საცხოვრებელი და მე დავჭკოვებთ ხის სახლის აშენებას. მოკლედ მიწა $8 სანამ $8 მანამდე თქვენით მე არ დაიწყოთ რატო არ გითხარით ასე შემდეგ. ეს არის ნომერი ამ კაც დაუკავშირდით ამოდით ნახეთ პირველი 2 გაყიდულია 4 ციდიაში გაყიდულია 6 დარჩა სანამ დროა $8 გენგეგმა იქნება რა არის შენი გენგეგმა შენი გენგეგმა ხო და მოკლედ გელოდებით დაუკავშირდით ამ ნომერზე 5000 კვადრატულიღა დარჩა და მდიდრები და ფულისტები ნუ დაურეკავთ იმიტომ რომ 3000 კვადრატული მინდა და რაღაცები არა მაქსიმუმი 2 იყიდეთ ჰა 2 იმიტომ რომ ის არის აი გადაჭიმული იყო ვიღაც სამეზობლო ხო გვინდა რა და ძალიან ცნობილი ხალხი იქნება ჩვენი მეზობელი ნუ მე რა თქმა უნდა ვიღაცებიც იქნებიან ისეთი ხო და ჰოთ-დოგზე ვაქეთ ჰოთ-დოგი ხო Mia Khalifa. სოკარის არის ვეიმარტი. არაგერიოთ. ჩემი არის აჩიკო. სოკარის არის ვეიმარტი. 25 წლის YouTube დაჯილდოება რო იყოს ვის მიცემდი საუკეთესო ახალი არხის ჯილდოსო? აი არხი ვისი არის აბა? ალბათ კრეატორი მე გეტყვი. არა, ძმაო, შეიძლება ერთმანეთის ისაო ესაო, მაგრამ ხის სახლში ჩემ ძმაკაც ხედავ როგორც ახალი იუთუბერს რომელმაც გადაწყვიტა რომ გეიმინგ სფეროში შევიდეს და ააყვავს მართლა მე ჩემი დაშვებული შეცდომის გამოსწორებას ეცადა მე რა შეცდომას დავისწრო მე მინდოდა გეიმინგში შევედი რომ ამეყვავებინა ტიპმა ადგა ხის სახლი დაარქვა არხს და გაფრინდა ძმაო საინტერესო კონტენტი სტაბილურობა თავის ძმა არ ჩანს არც ის დამპალი ხის სახლი არ ჩანს და მართლაც დღესდღეობით გეიმინგი რო აყვავდა ეს არის გიორგი კალატოზის დამსახურება არხით ხის სახლი ძმაო. ცოტა გამოვაწოთ. კაია გიო, კაია. მეტი რანაც გამოვაწოთ. მე მახსოვს, ყველა სიტყვა მახსოვს, კალას ნათქვამი. ყველა სიტყვა გეიმინგზე. ისე ის მაგარი აი, ვაიმე. Karma is a bitch. გაიგე bitch. ხო და გეუბნები შეჩიმა რა აი. მიმის ეხლა მე დავიწყებ გეიმინგს, ცოტა ხანი მჭირდება რა. შუა ქალაქში დათო იყო და ჩემ ნახატებს გავყიდი. აი დავიწყებ ჩემი ქიშვარდი პაპამ თუ ნახა პოდკასტი რო დაიდო და როგორ მოეწონაო. გაგიჟებულია ძმაო, პოდკასტი არ უნახავს, მაგრამ გაგიჟებულია. ესეთი კაი ხალხი თუ ყავდაო, ჩამოიყვანეო იქაო და აუცილებლად ჩამოვიყვან პაპიკო ხალხსა. როგორ რეკორდი მოხსნა რა? ნახვების, ლაიქების, კომენტარების. კი შეცმა. მაგარია. კი უყარს იქით საბჭოთა კავშირი, მე რა ვქნა. ბიჭო, ის ისტორია გავუტყდო, ძალიან ნერვიულობდა რა. სუკანკალებდა, აი ნერვიულობდა თორე. ნასვამზე ყვება. თვითფრინავით რო დამაჯდრენო, ბიჭო, რუსებიო ჩი. ოღონდ წამი არ გაეღინება. და ხანდახან გონია ხო რომ მართლა და ანუ მართლა მივიდნენ. პროსტა ბიჭო, რა საბუქებს გე? ქლიავი რაც უნდათ რუსებს. კრაკადილით რო ჯდები ვიღაცის ბაღშიო, ქლიავი მოგვეციო. მაგრამ ის მართალი იყო, თვითონ ასვეს იზღვინო, რომ არ მოგწამოს. ერთი ბიჭო მოგეწამა ხო ვიტყვეთ, რომ ქიშოთ დახურდეს, მაგრამ თან არაფერი არ ჩაუყრე, რაც აქონდა ის დაალევინა. მართლა, კიდე კაი მუშის ღვინო არ გამოუტანა. შვილი იყო, თორე დაიხოცებოდა, მართლა დაწყილავდნენ იმას, ეს რა გვასმეო. დედის პრეზიდენტი. არა, ბიჭო. ნინოს ინფორმაცია აქვს. ნინოს ინფორმაცია. კალას მშობელი მოვიდა, ჯერ დაიბადა, ჯერ კალას მშობელი და მე ჩემი მშობელი დაიბადა. მე არასდროს არაფერში ვარ ხოლმე. სხვებს ავყვები ხოლმე, ამიტომ კალას ავყვები. ჯერ კალას მშობელი დაიბარე, დედა მოგვიყეს კალას ბავშვობის ისტორია. იმიტომ ნინო მე გამწირავს უეჭველდი, ყველაფერს მოყვება და ამიტომ ის თან მთელი ცხოვრებას მაგას ვონა პოდკასტში ჩემზე სულსაყვებიო და ერთხელ უნდა მოვიდეო და შენზე უნდა მოვყვეო, გაგიდა მაგარი დაპირისპირება ოჯახში და ნუ გააღვივებთ. ბაზარში სერული მინიმუმ ყოველწლიურად ტრადიცია უნდა ვაქციოთ. რეგიონის ბაზრების ჩავთოთ რა სიტყვიო. ბაზარი არ არის, ჯეჯება. ანუ მე მაგას ვიძახი სულ შეჭება. შენ არ მიჯერებ. შავი სათვალებით იყურები, თან ვერ იგებს. არა, გორის ბაზარი არა. ხალხო, დაწერეთ კომენტარში. მე ვაპირებ, რომ ხალბატონი მადონა კოიძე რას წაკეთებდა და ეხლა ცოტა გატრუხდა, მეც იგივე დავიწყო. ოღონდ სასტუმროებში.
მე და აჩიკოს გვაქვს ჩხუბი იმაზე, რომ კაი, რა მოხდა სასტუმროა. და სასტუმროში არის ხომ რა 9 ტონიანი ობობა, რომელსაც უბრალოდ ჩემი ბარგები გადააქვს და გადმოაქვს აქეთ-იქით. მტვერი, სიბინძურე. ამიტომ ეხლა გამოვიწერთ ინფრა ლურჯი არის, ხო? ჭუჭხს რო აჩვენებს დავით. სპერმას და რაღაცებს რო აჩვენებს. ულტრაისფერის სხივებზე. შენ რო თბიათ საწოლზე რო თავი გიტევს და რო გადაგინათებ და იქ თეთრი ლაქები რო იქნება აჩი. მე აღარ იწყვი მაგას. შევდივართ სასტუმროებში. ოღონდ სასტუმროებში ჩვენ მომხმარებლები ვჩედივართ, უბრალოდ უფლება ხო გვაქვს მაგის რომ შევაფასოთ. თუ ვინმე არ შეგვიშვებს ან გააპრობლემებს, მაგასაც გადავიღებთ. სხვა კომპანიებს გაქვს ჭირდება ნაჩნოი სათვალეები, კი არა და ისა, სეკრეტ სათვალეები, რეიბანები რა, ამჯობა, აი ეგეთი. თუმცა არაფრის დამალავს არ ვეცდებით, ყველაფერს გადავიღებთ გიჟივით რა. და მე მგონია რომ წაიღებს და პირველი კომენტარებში თუ დაგვიწერთ ბოლოს ხო ჩვენი ხალხია ხოლმე, კომენტარებში დაგვიწერეთ რა არის ყველაზე ძვირიანი გენიალური სასტუმრო, რომელსაც ყველა აქებს და უცებ ბრახ, მენეჯმენტში პრობლემაა. სიმართლეს გამოვიძანთ ხო? ოღონდ გულწრფელად ვილაპარაკებთ, კარგზე კარგს ვიტყვით, სულზე სულს ვიტყვით. ეს ყველაფერი არ ემსახურება იმას, რომ შოუ დაიდგას და ინტრიგუნულად ვიღაცები ჩავზიროთ, არა. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ სერვისი გაუმჯობესდეს. თუ კომპანია გაუმჯობესებს შემდეგ მისვლაზე სერვისს, ჩვენ აუცილებლად ამასაც ვიტყვით და ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი კარგია. მადუროს გატაცების ამბავში რამე წვილი ხარ გაქვს შეტანილი. ბიჭო, გეუბნები, შეოხრა დასარჩენო შენა მადურო. რადონის უმადური ხარ ჯერა ბიჭო. მოგიყვანეს სახში. მე არ ვიცოდი, მე იქა მეძინა ბიჭო. მე ვაფშე არაფერი არ ვიცოდი. ძინავს და მეთქი უნდა დავიწვი ხა მადურო და გვერდულად დაწექიმ. ეს რო წეს ხრინავს, გაიგეთ. ეუბნები, გვერდულად უწება არ ახორინავს. გავიხადე ეს ნაცისფერი სპორტულები მეცოს სკამთან დავილაგე და დაპატარებული წითელი ხალათი მქონდა. დაუდე იმას რომ მეთქი რომ მოხვალ მეთქი ხა ჩემთან დარჩა რა. დავიჯე ბიჭო სიზმარში ხედავ რომ რაღაცა გუგუნი მესვის მოვიდნენ თვითმფრინავები სიზმარში ხედავ რაღაცა გააკეთეს წავიდნენ რა. გავიღვიძე წითელი ხალათი იქადებს ჩემი სპორტულები არ არის. რაღაცა მოხდა. მურეკა არ ამპასუხობს. მურეკა გადმოგირე. უკან 10 წელს მე მიპასუხა რა ამერიკელები ვართო ჩვენან ყავსო. ვაიმე მეთქი ბიჭო დამალაპარაკე ბიჭო. არა მადუროს უყზე მე კიდე ჩემი სპორტულები მინდოდა ჭეჭება 80 ევრო მქონდა მიცემული. Hello America. Please დაიტოვე როგორ არის? Please leave keep Maduro and Maduro your territory and please Maduro shift and show us sending me it's me sport Tansatman Adidas. Please send me. It's very big money payment. Please send me my sport tools and нахуй Maduro. Я хорошо, ты хорошо. ხმასარამოვდა. ეხლა ბიჭო, ამაზე მესიჯი მომივიდა ვიღაც ბუტებისგან მომდის ხოლმე მესიჯები რა, აი პროსტა ტელეფონზე, WhatsApp-ში მოდის. ეხლა მომივიდა ირანულად მომივიდა რაღაცა მესიჯი. ინსტინქტურად რაღაც საქმეში ვიყავ და დაიწყეთ მეთქი მივწერე. რო გადავთარგმნე ვარსკვლავები ეხატა რაღაცეები და აი ხო გეუბნები საქმეზე თან რაკეთ მესიჯების შეხვედრები მაქვს ისა და დაიწყეთ მეთქი გავგზავნე და თურმე ბიჭო რაღაცა შეშლიათ მეილი შერez WhatsApp-იდან მოუწერიათ ჩემთვის მე ამას და დაიწყეს და hello Iran აწიაზრი აღარ აქვს non stop go დედისტრა go ისე ჩემ თავზე გამახსენდა ერთი ანდაზა რა სხვის ბრძოლაში ბრძენიაო დააშვის საქართველოსია პოდკასტ სტუმრობაზე როგორ დავითანხმოთ არ გვინდა დვალიშვის მიმართავ მოდი გლდანში კონკრეტულ ლოკაციას ჩაგიდებ ძმა და შევხვდეთ აქ ნინა დრამამ დატოვოს საქართველო მაგაზის გაინტერესებს რამე ხოდა გლდანში გეულდები აი რანაირი ქვეყანა ვართ სულ რაღაც უბედურება ხდება და კიდე ნინა დრამა გვინდა შეშება აი მე რაბას მიმართავ ვინმე ნინა ჰეფი არის ჩამოიყო რა გვინდა ეს დრამები და ეს ან გვარი გადავუკეთოთ ან დვალიშვილზე გადავიდეთ ან რაღაცა გავაკეთოთ ნინა ჰეფი რო იყოს რა თმინდა დრამა და ისა ბიჭო მე ჰა კინო მინდა ისაც ქვეყანას სახიან გამძრალდა ჩამოიყვანე ბიჭო კარინა ჰეფი ნინა ჰეფი რა ვიქა ვიდეოებში რამდენი გოგოები ყავს ნორმალური ვიზუალის ისა დრამა და ისა
რაღაცა, თამუნასედი აქაცა ყავს. გრენლანდიის საკითხის მოგვარების რამე ვერსია ხო არ გაქვს? ბიჭო, გრენლანდიაში რო გითხარ ხა თემაში ვერ ყვევი მეთქი არა, მაგრამ მაინც გავცემ პასუხს, რა პრობლემაა? მე ხო ქართველი ისა ვარ, სინოპტიკოსი. იმ დღეს შეხვდა ვიდეო გათხრეშილი წვიმაა და შორტებით მიდის ვიღაცა და დაბაეწერა ფო ქართველი სინოპტიკოსი მიდის სამსახურში რა. აუ ძალიან კაი იყო ბიჭო, მე მინდა რომ სინოპტიკოსებს მოგმართოთ რომ თქვენი ცოდვა გადმოდის მერე ქვეყანაზე. ძალიან აქ გთხოვთ წინა ამინდის პროგნოზი რო გამოაცხადოთ ხოლმე მარტო. აი გუში რაც იყო, ეგ რო გითხრათ, აი გუში იყო წვიმა. რაც უერელი ვიცით. რაც არ ვიცით, გავანებოთ თავი, ბიჭო, აი მე ხო არ გეუბნებით რომ მე თვითმფრინავს ვატარებ, თუმცა ხა შემიძლია. რაც უკვე იყო და უეჭველი არის, რომ აი ცოტა ნდობა რომ მოვიპოვოთ ხალხში, რომ აი გუშინა ცოტა ხარი იყო შუადღე, მე გამოვანათა. სულ დადასტურებულია. რა თმინდა ერთი თვის მე რა იქნება? დღეს რა იქნება? საღამოთი იმას ვერ მეუბნებთ. ერთი თვის მე რატომ მეუბნებ? რატომ მაიმედე, ბიჭო? ჩავამეო ნინა ვეზერი არ არის? ვინმე ამერიკელი ნინა ვეზერი? რომელიც ჩამოვა და გვასწავლის როგორ უნდა ყაიმის გარეშე კიდე რამე დანადგარი იქნება გამორიცხულია 21 საუკუნეში აი ესე კიდე ამინცას ინჯავდნენ ბიჭო და მერე წერდნენ აი რა თან ბიჭო რა დონის უტიფრობა არის რომ ციკლონური ქარი იქნება იცი სიტყვა შემოგაპარები რომ გაბნევს ბიჭო ვახ ეჭვიც ვერ შეგაქვს ამას უცოდინებაში კაი ციკლონური ქარი იქნება და მე ხან ციკლობზე წახვალ ხან იქ რაღაცაზე წახვალ ვერ იგებ კაი რა არის ციკლონური ქარები ელოდები რომ აი აბა ციკლონური ქარი და რა არის ციკლონური ქარი? არაფერი, წვიმის დროს შემოგიბერავს პროჩი ცოტა, აი ეგ არის ციკლონური ქარი. ყინო არ იქნებაო, ბიჭო. არ გამოუშვი მანქანიდან წყალი, აი სტრუბების ფულს თქვენ უნდა გადაგახტევინოთ. ირანში მაგარი საკვირტესო ტალღაა, ხო არ გავამხნევოთ აქედანო. აბა. აბა. აჰო. ირანი რო გამამყ, აი აქ წამი ტიპები სულ ახარუხში არის ნაფეთქებაში თავებს იფეთქებენ მთელი ამბავი ქვეყნის სამოქალაქო ომი აქვს ჩათვალე და ვიღაცა ქართველი ჭამს ვეიმარტის გემრიელი შაურმა ჭამა და აჰო ტიქიდან ალლაჰუმაჰ აი ეკადრი მანახა აქციის მონაწილეები ჩემ ვიდეოს რო უყურებენ შეჩემა და აი უსე ალლაჰ მახარ და იქ მახარამ გაგვამხლევაო იქიდან რო უთხრა და და იხულოს ხა მე მინდა წარმატებები გისურვოთ 26 წელს უკვე დაიწყო რო გეუბნებოდით არაფერი არ მოხდება მეთქი ხო გითხარით ჩვეულებრივად გადავახეთ არაფერი არ მოხდა ყველაფერი კარგად იქნება თუ არც იქნება მაგის დედასაც იქ რა უთხარი იმიტომ რომ კაროჩე რა მე ეს უვიძახი რომ ტრაქს თუ განძ რაღაცები გიხდეთ 2026 წელს გვესწავლოს შრომის ფასი შრომა შრომის დაფასება და ასე შემდეგ მიყვარხართ რას თქვენ ამ ბოლო თვეებში ჩვენსკენ სიყვარული გამოისროლეთ, თუნდაც კომენტარებში. მე მართლა არ მეგონა თუ მაგდონეზე გიყვარდით რა. და აი ეს სიყვარული ცოტა მაკლია რომ თავში არ ამივარდეს, ბიჭო, იმიტომ რომ რაღაცა აი რომ მე ვაჭრებ რაღაც ეგ შენ რამდენს უყარ ხარ. აი, ადრე მქონდა ხოლმე რა ფული რამდენი გიდევ ჯიბეში ქეში. ეხარი შენ რამდენს უყარ ხარ, ბიჭო, ხო და. დიდი მადლობა ამ ჩემი ეგოს გამდიდრებისთვის რა. ალბათ მართლაც კარგი უნდა იყო რომ ამდენ ადამიანს უყვარდე რა